საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ მინდა გამოვეხმაურო ერთ ამბავს, რომელი ამბავიც თურმე კოცების პროპაგანდუნულმა ტელევიზიამ და მოქმედმა ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა შემოგთავაზა თურმე რომ გახსნილი არის თურმე აი ეს ხო ყველასთან მზად ვართო სალაპარაკოთო გამოაცხადა თურმე რომ დისკუსიებია დავიწყოთ ქართულ საზოგადოებასთან და ყველასთან თან ხაზგასმით და მზადდება ეთერი, მაგრამ მოდი სანამ ამ ყველაფერს გადავიდოდეთ და აუცილებლად მიმართავ, იმიტომ რომ ნამდვილად დაიძახეს ბიჭებმა და ვიღაცამ ხო უნდა გასცეს პასუხი ამ ძლიერ ქოცისტანს, რომ ვის შეუძლია ახლა ამათ დაუჯდეს დებატებში და ესაუბროს კაცო. ამიტომ შემხედრი წინადადება გვაქვს ჩვენს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სანამდე გადავიდოდე ამ საკითხთან დაკავშირებით, მანამდე დღეს 2 თებერვალი არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი, რომელიც ტრაგიკული თარიღიც 90-იანი წლებში უამრავი გქონდა, დღემდე არ შეწყვეტილა ეს ტრაგედიების ჯაჭვი. დღეს არის 2 თებერვალი და ღმერთმა აცხონოს იმ ადამიანების სული, რომელი ადამიანებიც იმ ბნელ და უბედურ წლებში კანონიერი ხელისუფლების დამხობას აპროტესტებდნენ, მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებიც იყვნენ გამოსული და შევარდნაძის, კიტოვანის, იოსელიანის, სიგუასი და სხვა ნაძირლების ხროვამ უიარაღო ხალხი დახვრიტა აქციაზე და ეს ადამიანები შეეწირნენ მათ უსინდისობას ისევე როგორც შემდეგ უამრავი, იმიტომ რომ ხდებოდა მოაზროვნე ადამიანები, რომ ეს ხუნტა, რომელიც იყო მოსული, ის არ გაჩერდებოდა იმ დაღვრილ სისხლზე, რომელიც ჯერ რუსთაველზე იქნა დაღვრილი, ეს როკადად თბილისში და შემდეგ მერე აფხაზეთში და სამეგრელოში და აფხაზეთში და ასე შემდეგ და დღემდე აუბედურებს მათი დამპალი შთამომავლები და იმ პერიოდის მონაწილეები ამ ყველაფერს. ამიტომ მინდა რომ როგორც ადამიანმა გავიხსენო მათი გმირული საქციელი და ხსოვნა და არ დავიწყება კონდეს ახალგაზრდა თაობა მოდის, რომელმაც ბევრი რაღაცა არ იცის საქართველოს უახლესი ისტორიიდან. ახალგაზრდა თაობამ კი არა, ჩემმა თაობამაც არ იცის ბევრი და უფროსმა თაობამაც, იმიტომ ბნელეთის პერიოდი იყო და შემდეგ ამოვლენებს შეფასება არ მიცემ, ამიტომ დღეს მოგვიანებით მე შემოგთავაზებთ, ვისაც გაინტერესებთ იმ დოკუმენტალურ კადრებს, რომელი დოკუმენტალური კადრებიც შემოინახა ისტორიამ, იმ ვანდალურად და იმ სისხლში უდანაშაულო სისხლში ჩახშობილი პროტესტის იმას რა ქვია ქრონიკას, ამიტომ ისტორიისთვის საჭიროა ვიცოდეთ. ეს მაინც ხო არ იყო 9 აპრილი. აქ ხო მაინც საბჭოთა ჯარები არ შემოსულან და ლაფართქებით და იმით არ დაუხოციათ ხალხი. საბჭოთა ჯარს მაშინ იარაღი ავტომატი არ დაუშენია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ამათმა დაუშინეს ისევ ქართველების ხელით მოღალატე ქართველები. ამიტომ მინდა მათი ხსოვნა თქვა და იმას ვიტყვი კიდე რა, სანამდე უკანასკნელი პუტჩისტი საქართველოს სათავეშია, ხელისუფლების სათავეში და არა მარტო ხელისუფლების სათავეში, მანამდე საქართველოს მოსვენება არ უწერია. გუშინ წინ ლაივი მქონდა, სადაც მე ვთქვი, რომ ესე იგი კითხვა იყო დასმული ირანის ბომბი რო დაეცეთ ამათ რაკეტა თქო და სულ არ მენანება არც ერთი ქოცი და არც ივანიშვილი და არც ის და არც მე ზოგიერთმა ძალიან დიდი ქრისტიანული ის დამიწყო, რა ქვია, მორალის წაკითხვა, რომ ეს რატო თქვი და როგორ და რანაირად და რას გეტყვით, იცი ჩემო კარგებო, მოღალატეს არ აქვს არანაირი სოციალური სტატუსი, არანაირი სქესი, არანაირი კანისფერი და არანაირი აღსარებლობა. მოღალატე არის მოღალატე და როგორც მათ არ დაენანებათ სიტყვაზე ერმილე ნემსაძე და მისი ოჯახი და მისი თანამოაზრეების სიკვდილისთვის, რომ თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში და გემრიელად ჭამონ ის, რაც ხალხის გაწამებით და ძარცვით მოიპოვეს და აგზელებენ ცხოვრებას,
100 არ შემეწოდება ისინი მე სიკვდილისთვის, იმიტომ უფრო მეცაც ვიტყვი რომ შემეძლოს ჩემი ხელით ჩავაძაღლებდი სულ ყველას. სამწუხაროდ ძალა არა, უფლებობა აქვს ტანჯავს. ამიტომ ყველაფერი სამართლიანად. ეხლა კი მინდა გადავიდე თემებთან დაკავშირებით, რომელ თემებზეც მინდა გესაუბროთ და სანამდე კიდევ ეს მიმართვა გავრცელდებოდეს, მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, ეხლა ყველა მიცის ამ უნივერსიტეტთან მიმდინარე მოვლენები, რომელიც მიმდინარეობს და მინდა თავშივე გითხრათ, რომ ხალხო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განწირული არის იმისთვის, რომ ის დაიშალოს, ის შეუერთდეს, ის გაუქმდეს, გამოვიდეს რაღაცა ერთი დიდი უნივერსიტეტი და ისევ და ისევ კიდევ ერთხელ გეუბნებით. აქ არ არის რაღაცა სასწაულზე საუბარი, რომ რაღაცა ქვეყნისთვის სასიკეთოდ ხდება. ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით. ამათმა იშოვონ ფული, ინვენტარიზაცია როგორც კი მოხდება ქონების, მოხდეს ამ მიწის გაყიდვა, იქ ებრაულ არაბული ინვესტიციებით აშენდეს რაღაც ახალი საცხოვრებელი კორპუსები და ჩაიდგან მუცელში და მეორე სინამდვილეში ეს პირველი არის საქართველოს და ქართულ საზოგადოებას და ქართველ ერს კიდევ ერთი უდიდესი დარტყმა მიაყენონ, გაანადგურონ საქართველოში ის სამჭედლო, რომელიც სამჭედლოც ვნიდა მსოფლიო დონის ინჟინერიას და უდიდეს მეცნიერებს უშვებდა მისი არსებობის მანძილზე და ერთის ჩამოთვლა შემიძლია. ეს სწავლას ფასი არა აქვს და განათლებას ფასი არა აქვს საქართველოში, ისე როგორც ადამიანის სიცოცხლეს არა აქვს ფასი, მაგრამ ის შეიძლება შეიცვალოს დროება, მაგრამ მე უკვე ის ინტელექტი და ის ცოდნა, რომელსაც ფლობს და რომელსაც გადაცემს თაობიდან თაობამდე სასწავლებელი უკვე აღარ იქნება და საერთოდ როდესაც ინტელექტუალური ნაწილი ნადგურდება ქვეყანაში, ეს არის დამპყრობლის ყველაზე საყვარელი, ასე რომ ვთქვათ, მეთოდი, თუ შენ ქვეყანაში არ გიქნება შესაბამისი ცოდნა, შენ ყოველთვის იქნებ დამოკიდებული იმპორტზე და სხვა ქვეყანამ უნდა გაგიღზარდოს მე ინჟინერიც და ესე შემდეგ და ესე შემდეგ და ესე და სხვა ქვეყანამ უნდა დაგიწეროს კიდე ისტორია და ასე შემდეგ. ამიტომ ეს თავისთავად. ეხლა მიმდინარეობს უამრავი საუბრები, რაღაც ახლა დახურული ის ყოფილა და შეხვედრა ყოფილა და მე დამაინტერესა ამ ყველაფერმა სიღრმისეულად მომეძიებია ეს ამბავი და მინდა მიტო ვამბობ მე ამას ასე რომ ეს განწირული არის ამ კორუფციული სქემისთვის პირდაპირ ვამბობ ამ ყველაფრის სათავეში დგას თვითონ რექტორი რომ იცოდეთ ეს ვაჟბატონი ეს რომელიც არ გადავდგებიო და ვიბრძოლებო იმისთვის რომ იძახის ეს ისე სხვათა შორის მოვიძიე ამ პიროვნების ბიოგრაფია და სამჯერ ყოფილა ნასროკალი. სამჯერ ყოფილა, როგორც ჩემმა წყაროებმა მითხრეს, სამჯერ ყოფილა ნასროკალი. რექტორობა კი არა, ჩემი ძმა შენ სხოტკა შეკრიბე და ზვიოზდები დაიხატე და ეს ჩეიცუცქე ძმა და ქურდულს მიაწექი სამჯერ თუ ხარ ნასროკალი. სერიოზული პრეტენზია არის ჩემო ძმა. სერიოზული პრეტენზია არის, რომ რაღაცა გეკუთვნის. ხო, ვინ დაგნიშნა. დანარჩენი დეტალებისთვის რო იცოდეთ, ხო იცით ის პუტჩისტი აკია ბარბაკაძე იმას რო ბომბავდა საქართველოს ხელისუფლებას, კანონიერ ხელისუფლებას, იმის დეიდაშვილი არის. ხა ეს ბიძაშვილმა დეიდაშვილობა საქართველოსში რა თქმა უნდა არსებობს და იარსებებს და ის არაა დანაშაული ვინმე იმის ბიძაშვილი და დეიდაშვილი იყოს, მაგრამ რომ იცოდეთ აკია ბარბაკაძის ძმა ყავს იქ ეს პუჩისტები ყველა პუჩისტებს უყრიათ საერთოდ ისა ჩაგდებულ ზავხოზად აყავს დანიშნული იმაში რა ქვია გპ-ში და ეს 60 მილიონი დაფინანსება რო შემოდის და ეს ჩუმად ღუნავენ ამიტომ ძალიან მაგარი გასრილები და მოსრილები არიან იქ რექტორის თამადობით და გაგრძელებული ყველას რა თქმა უნდა არ ეხება მაგრამ ის პროფესორ-მასწავლებლები ძალიან ბევრი რომლებიც აი ამათ გუნდს წარმოადგენენ იქ უამრავი ნაძირალა არის რო იცოდეთ უამრავი ნაძირალა არის ну ხოლმე ლევანი ზორია ეს ახალი ამუნია იქნება ეს ახალი განმანათლებელი
და ის ძმა საკიას ძმასთან ერთად ხუხნავენ. რა გინდა ძმაო, დაამხეს ხელისუფლება, ჩაიგდეს ქვეყანა ხელში, ერთი პუჩისტის ის ეკუთვნის, მეორე პუჩისტის ის ეკუთვნის, მესამე პუჩისტის ის ეკუთვნის, მეოთხე პუჩისტი პროფესორია, მეხუთე პუჩისტის შვილი ეგერ კობახიძე ისა, რა ქვია, რექტორია, დირექტორია ქვეყნის, პრემიერ-მინისტრია და ასე შემდეგ, მოკლედ რო იცოდეთ რა, ეს კორუმპირებული ადამიანი და მისი კორუმპირებული ქსელი აი მაფიას ქნის და აი ელემენტარულს გეტყვით ახლა წარმოიდგინეთ ხალხო დღეს ახლა 2 თებერვალი არის და რა თქმა უნდა გავიხსენოთ ალბათ უფროს თაობას კარგად ახსოვს ახლა ეს ხო შეიძლება ახალ თაობას ნაკლებად ეს მამუკა გიორგაძე არის რომელიც ხან პოლიტიკოსი იყო ახლა ლექტორი ყოფილა თურმე და ესეც იმაში არის რა ქვია გპ-ში არის იმას რა ქვია დეკანად როგორც გავარკვიე ესეც დეკანად ყოფილა ახლა აპროტესტებს ვითომ ამ ყველაფერს ესეც პუჩისტი ნაძირალა ამ სხვათა შორის აი ეს 2 თებერვალი თუ 100 არ იყო გამოვიდეს თვითონ და თქვას რომ 100 არ იყო 2 თებერვალი რო იყო თვითონ დარბოდა იარაღით ქუჩაში და დაძდევდა ხალხს იქ დასახოცად და მე ეს რა ქვია კაცი ყავდა ტყეში წაყვანილი და დაბმული და რკინის ჯოხით ნაცემი და პუჩისტი ერთ-ერთი ნაძირალა ესეც თურმე ახლა ლექტორი არის და ეს აპროტესტებს თურმე იმას რა ქვია აი ამ მთელ უბედურებას რაც ქვეყანაში ხდება და წინააღმდეგია თურმე ამ ყველაფრის შეერთების ახლა რატო ვამბობ ამ ყველაფერს უბრალოდ ხალხმა რომ იცოდეთ რომ იქ სიტუაცია როგორ ხდება სტუდკავშირები რაც არის გპ-ში და ამაში სულ ყველა ქოცური ახალგაზრდობის ესე რომ ვთქვათ ენერგია არის თავმოყრილი რომ იქიდან პრობლემა არ შეეჩ ჯერ კიდევ უშიშროების დაწერილი სცენარები არის რომ სტუდკავშირი უნდა იყოს კონტროლის ქვეშ რომ სტუდენტებიდან პრობლემა არ შეექმნას სისტემას და სტუდენტური ძალა ყველაზე ცოცხალი ძალა არის და ის იქნას გაკონტროლებული. და რატო ვამბობ ამას? აი ესეთი პუჩისტები, ისეთი ნასროკალები თან სამჯერ ახლა ასე ზოგიერთი იმას იტყვის მე ადამიანს იმის გამო რომ ციხეში იჯდა, მაგის გამო არ იმასკნებ, იმიტომ რომ მე ზღავს უამრავი მეგობარი ზოგი სამართლიანად იჯდა, ზოგი უსამართლოდ იჯდა და დღეს არიან სამართლიანად და უსამართლოდ დამჯდარი ადამიანები. რის გამო იჯდა ახლა? სამშობლოს გამო ის არ მჯდარა ციხეში და პოლიტიკური პატიმარი არ ყოფილა, ახლა იმასავით რა ქვია, მერაბ კოსტავასავით და არის გამოიჯდებოდა ხო ძარცველი და სხვათა შორის ეს მალავდა თავის ბინაში, როდესაც დასაჭერად დასდევდნენ. აი ესეთი შაიკა არის და ეს შაიკა არის თავიდან ბოლომდე კორუფციაში ჩაძირული, კორუფციაში ჩამპალი ძალა და აქედან გამომდინარე ეს საქმე მიმდინარეობს. აი რატო გეუბნებით ამ ყველაფერს? ეს დამპალი ეს საძირკველი მომპალი არის პარლამენტი დიალოგი მიმდინარეობს ხო ახლა რასაბობენ ხო ვითომ რო კითხო განათლების მინისტრი თურმე ელაპარაკება ახლა იმათ რა ქვია ლექტორებს და რექტორატს სინამდვილეში რა შეა საქმე პარლამენტი უკვე დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს რითაც სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია მარტივად განხორციელდეს რა თუ მოლაპარაკება მიდის, რატო განიხილავს ამას პარლამენტი? რატო განიხილავს? ჯერ თუ მელაპარაკები ასე იყოს თუ ისე იყოს, ჯერ მოიცადე ხო, ვინმე მოგზდევს კეტით, რომ ეს ყველაფერი შეცვალო? მოგზდევს ვინმე, აი კითხვას სვა. დამთავრე მოლაპარაკება და დადებითად გადაწყდება თუ უარყოფითად გადაწყდება, მერექენი შეკაიდდება მიშულო, მე მოახდინე ამ კანონის მიღება. მოგზდევს ვინმე, მაგრამ არა. ეს ყველაფერი გადაწყვეტილი არის შემოკარგებო, ამას ქოცები აკეთებენ უკვე თან დაჩქარებული წესით, რომ ამას დიდი ხმაური და რამე არ მოყვეს. თავიანთი ტროას ცხენები იქ უკვე შეშვებული ყავთ, თავიანთი კორუმპირებული დამპალ რას ქვია, ხმას არ ამოიღებს? ვერ ამოიღებს ხმას. რატო არ ჭირდება ქოცურ დამპალ სისტემას და აი ამ დამპალ სისტემას პატრიოტი, წესიერი ადამიანი, რომელი ადამიანიც არ იქნება განათლებული ადამიანი კიდე ყველაფერთან ერთად არ იქნება ამ სისტემის მორჩილი. რატო არ ჭირდებათ? იმას ვერ დაიმორჩილებენ. იმას ვერ დააკომპრომატებენ. ახლა ამ გიორგაძეს და იმას რექტორს და ეგეთ სასტავს იდეოლოგია შეუშლით ხელს. ეროვნული ცნობიერება და იდეოლოგია შეუშლით, რომ ეს არ გაუკეთოთ საქართველოს, ქართველი ერთგულისთვის შეეწირებიან არა. იდეოლოგია არ გააჩნიათ. სინდისი, ნამუსის, ზნეობა, მორალი გააჩნიათ?
არ გააჩნიათ რა თქმა უნდა სინდის ნამუსი არ შეუშლის ხელს თუნდაც შეიძლება ადამიანი არ იყო ეროვნული იდეოლოგიის ადამიანი მაგრამ შენი პროფესიის ერთგული ხო უნდა იყო და ხო უნდა ხვდებოდე რომ შენ პროფესიას როგორ ანადგურებენ შენ ქვეყანაში და ამას სინდისი და ნამუსი ჭირდება პირველ რიგში ხო როგორც დოსტოევსკის აქ თავის დროზე ნათქვამი ის ვინც უპირველეს ყოვლისა არ არის ადამიანი ვერასდროს ვერ გახდება ექიმიო საკუთარი პროფესიის არაპროფესიონალური შესწავლა დანაშაულია ამიტომ შენი პროფესიის ის უნდა იყო რა ქვია პატრიოტი მინიმუმ აი ეს ამათ არ გააჩნიათ აბა დანარჩენში რაში კაცობა ვაჟკაცობაზე თავს ეგენი ვერ დადებენ ხო ხალხს ჭირს დღესავით ეზიზღებათ იმდენი აქვს ჩასრული ამიტომ გასრილები კორუფციაში უბედურებაში რამეში არიან და რა თქმა უნდა ხმას ვერ ამოიღებენ ვერასდროს ამიტომ ჭირდება ამიტომ არის დამღუპველი ქვეყნის სათავეში კორუმპირებული და ნაძირალა და უთავმოყარეო ადამიანების მოსვლა და მოყვანა რომ ისინი შემდეგ იმას გააკეთებენ რომ გაანადგურონ დეგოლი ამბობდა ამას კარგად დაუშვებელია ქვეყნის სათავეში დაბალი დონის ადამიანების მოსვლა რადგან ისინი ქვეყანას თავის დონეზე დაიყვანენ აი მოვიდა ჭორვილიჩი ბიძინა ივანიშვილი ხუხაშვილი და დაიყვანა თავის დროზე ესა რა ქვია თავის დონეზე დაიყვანა ეგ ყველაფერი შენ შემოგივლე მაგას ვამბობ მეც რომ ადამიანი შეუმთხოველი არავინ არაა ციხეში ყველასთვის დევს თითო აგური გააჩნია ძმაო დანაშაულია და სასჯელია რა დააშავე და რა იმასკენი ახლა ადამიანს კაც ღირსება გააჩნია და ღირსების დანაშაული ჩაიდინა და ამის გამო მოხდა ციხეში ან რაღაცა ისეთი შემთხვევა რის გამოც ეს სხვა ამბავია და როდესაც ადამიანი აღარ მინდა დეტალებზე ლაპარაკი იმის გამო ხვდები იქ რომ ნაძირალა ხარ ნაძირალა ციხეში ნაძირალა და ციხის გარეთაც ნაძირალა არის იძმაობა აიხარე კაციმდე მეც სამჯერა ვარონა სამართლე ჩემი სამშობლოსთვის ზიანი არ ვიმიყენებია რას გეტყვი შენ შემოგევლე იცი მე საერთოდ არ გიცნობთ სიტყვაზე თქვენ და არ ვიცი მაგრამ ყოველთვის მithქვია ლონგულ ესეთი რაღაცა და კიდე ერთხელ ვიტყვი და გავიმეორე ამათ საუკეთესო პოლიტიკოს ამათ საუკეთესო მოღვაწეს მილიარდჯერ მირჩევნია არ თუ კანონიერი ქურდი ნებისმიერი ქურდბაცაცა რო დარბის ქუჩაში ის იპარავს იმისთვის რომ თავი გადაირჩინოს ესენი და სამშობლოს არ ღალატობს იპარავს იმისთვის თავი გადაირჩინოს ზოგი გაჭირვების გამო ზოგი რის გამო ზოგი იდეოლოგიის გამო ესენი პარავენ ხალხს ერს და ქვეყანას და სამშობლოს ღალატობენ ამაშია სხვაობა ეხლა გამარჯობა არზნე შეგეხმიანები შენ შემოგევლე ეხლა რაც შეეხება უფლისწყალობით მადლობა ეხლა რაც შეეხება აი ამ ამბავს ეს გადაწყვეტილი არის დაჩქარებული წესით იქნება მიღებული და დაჩქარებული წესით იქნება გადაწყვეტილი ყველაფერი ამას ხელს ვერ ისე როგორც საყდრის ვერავინ შეუშალა ხელი ისე როგორც ქართული მიწების გაყიდვას ვერავინ შეუშალა ხელი ისევე როგორც არაბების ჩამოსახლებას ვერავინ ვერ უშლის ხელს ისევე როგორც სხვა უამრავ რაღაცებს ვერ უშლიან ხელს არ უშლიან ხელს ასე იქნება ეს ამბავიც ხლა რა უნდა გაგიკვირდეს შენ ადამიანს ქვეყანაში ქვეყანა რომელიც ესე იგი წარმოიდგინეთ ხო როგორ ექცევიან კიდათ აი როგორ გითხრათ ახლა ტექნიკური უნივერსიტეტი და საყდრის და ეს ქვეყანა როგორ ექცევა და სახელმწიფო სისტემა როგორ ექცევა მაგალითად გელათის ფრესკებს და თვითონ გელათს არავინ არა საპატრიარქო არაა პასუხისმგებელი კულტურის სამინისტრო არაა პასუხისმგებელი არავინ პასუხისმგებელი არაა და გელათი რომელიც იუნესკოში დაცული ეს არის რა ქვია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია ნადგურდება ამდენი წელი პასუხს არავინ არ აგებს არავინ არ აგებს ამ პასუხს ხო ახლა იუნესკო არის მაგრამ ქართველებისთვის წმინდა ადგილი და განმანათლებელი ადგილი არის ხო აი ეს ქართველობა ვარ დღეს სიმართლე გითხრათ დღევანდელი ქართველობა და დღევანდელი ქართული საზოგადოება საერთოდ არ მეწოდება მე საერთოდ არ მეწოდება იმისთვის რაც ჭირს საერთოდ არ მეწოდება
არ მეცოდი, იმიტომ რომ ღირსია ეს ხალხი ყველაფრის. ღირსია, უარესიც უნდა უქმნან, მეტის ღირსი არის. იმიტომ რომ ხან ბიძინაზე ილოცებს, ხან მიშაზე ილოცებს და ხმას არ ამოიღებს და მე საქართველოს მეწოდება. მე საქართველოს ისტორია მეწოდება. სიმართლე გითხრათ, პირდაპირ გეუბნებით. მე 90% ეს ხალხი არაფრისთვის არ მეწოდება. ეს ღირსია ამ ყველაფრის. რომ მონა რომელიც თავისუფლებისთვის არ იბრძვის, იგი 4003 მონობის ღირსი არის და ის ხალხი, რომლებიც დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებას ვერ ხედავენ, გუშინ საყდრისის დანგრევას ვერ ხედავდნენ, იმის გარეჯის გადაცემას ვერ ხედავდნენ, იმას წაშლას, რა ქვია, ფრესკების წაშლას ვერ ხედავდნენ და ესე შემდეგ და ესე შემდეგ, ეს ხალხი არაა შესაძლებელი. ეს ხალხი ამის ღირსია. მასაზე მაქვს ლაპარაკი. მაგრამ მე საქართველოს მეწოდება, იმიტომ რომ ჩვენი წინაპრების ხრებით და სისხლით მოტანილი ქვეყანაა. ბევრი რაღაცისთვის უნდა ძმაო, პირველ რიგში განათლების გასანადგურებლად, მეორე რიგში თავიანთი წვლილის მისაღებად ამ ყველაფრიდან და მესამე რიგში გრანტის მისაღებად საკუთარი განათლების სისტემების დასანგრევად. ხო, კი ბატონო, ესე არის. და ახლა მინდა ერთ რაღაცაზე გადავიდე, რომელ რაღაცაზეც თავშივე დავიწყე საუბარი. ხო, აი, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოგვიცხადა თურმე პატრიცემულმა კობახიძემ და ტელეკომპანია იმედმა, რომ თურმე მზად არიან ისინი შეხვდნენ თან როგორ ყველასთან ვართ მზათვაი, ყველასთან, გავმართოთ ნებისმიერ თემასთან დებატები, მათ შორის განათლების საკითხთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად ესეო და იმ ადამიანებთან არ დავჯდებიო, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ და პოლიტიკური ქულებისთვისო მოდიან. ახლა მინდა შეუთვალო, მაქვს უფლება და იმიტომ მინდა შეუთვალო, ამის აუცილებლად ამის ოფიციალური მიმართვა იქნება ჩვენი გაერთიანების მხრიდან და ოფიციალურად იქნება მიმართული, განცხადებაც გაკეთდება და იქნება მიემართება აი ამას პუჩისტის ნაძირალა შვილს პუჩის. მე ამას სხვას არაფრად არ ვაგდებ და ჩვეულებრივი ვირთხა არის. მაგრამ მას უკავია ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის პოსტი. ამბობს ესეთ რაღაცას. კარგი. რადგანაც პრემიერ-მინისტრი ხარ, რადგანაც დღეს პასუხისმგებელი პირი შენ ხარ ქვეყანაში და ამბობ ამას, რომ ნებისმიერთან ხარ მზად და არანაირი პოლიტიკური ინსინუაციების და მსგავსი რაღაცების გამო საუბრობ პირდაპირ ქართველთა დიდი გაერთიანების სახელით, მაქვს ეს უფლება მონიჭებული, ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ მეც და შეთანხმებული მაქვს, ამიტომ ვაძლევ ჩემთვის ამის უფლებას. და ვეხმაურებით ამას აუცილებლად თქვენ ნათქვამს წერილობით იქნება პასუხი და მიმართვაც იქნება გავრცელებული. ქართველთა დიდი გაერთიანების სახელით გითვლით ჯიჯილაკა შენ და შენ გუნდს. ახლა კი მართალია დუბაიში ხარ წასული და არ გცალია ალბათ კიდე დაგრჩა ქვეყანაში რაღაცა გასაყიდი და მისაყიდი არაბისთვის, მაგრამ ახლა გეუბნები რას. რადგანაც მზად ხარ, რომ თურმე დისკუსია კონკრეტულ საგნობრივ საკითხებზე და კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით, არა იმ ადამიანებთან, ვისაც პოლიტიკური რაღაცა ინსინუაციები აინტერესებს და ასე შემდეგ, საქმესთან დაკავშირებით ისაუბრო, ქართველთა დიდი გაერთიანება მზად არის. მე არა, რა თქმა უნდა, მე არც ქვეყანაში ვარ, არც აქა ვარ და მე თქვენ კრიტერიუმებს ვერ დავაკმაყოფილებ, ვინ ვარ მე. მაგრამ არიან ჩვენი გაერთიანების წევრები, პროფესორები, აკადემიკოსები, ღვაწლმოსილი ხალხი, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი განათლება მიღებული, აქვთ ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომლებიც მზად არიან დაჯდნენ და კონკრეტულ პრობლემებზე გესაუბრონ. რომელი ერთი გინდა, რომელი ერთი მიმართულება გინდა და რა რეგალიების ადამიანი გინდა. რა მიმართულებით გინდა? ეკონომიკის კუთხით გინდა? განათლების კუთხით გინდა? არ ვიცი, კავშირგაბმულობის კუთხით გინდა? პოლიტიკური კუთხით გინდა? ჩვენ მით უმეტეს ჩვენ არა ვართ პარტია
და ჩვენ არ ვეძებთ პოლიტიკურ ქულებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. არ გვაინტერესებს ჩვენ, არავის არ თხოვთ ხმა მოგვეცი ასექენი ისექენი. მზად ვართ ქვეყანაში არსებული ეროვნული პრობლემები, რომლებიც გვაწუხებს და ჩვენ არ ვართ კიდე ერთხელ პოლიტიკური პარტია, რომ პოლიტიკურ ქულებს ვეძებდეთ, ვინდა ქვეყნის სიკეთე, შენ ხო ხარ პრემიერი. შენ ხო აცხადებ, რომ ნებისმიერთან დაჯდები. შენ ხო გჭირდება შესაბამისი განათლების და შესაბამისი სტატუსის მქონე ადამიანი. დაგიჯდებიან პროფესორები, დაგიჯდებიან განათლებული ადამიანები, რომლებსაც აქვთ თავისი ბიოგრაფიით უფლება, რომ მათ ისაუბრონ განათლებაზე, მათ ისაუბრონ ეკონომიკაზე, მათ ისაუბრონ ენერგეტიკაზე, მათ ისაუბრონ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელ საკითხთან დაკავშირებითაც თქვენ თვლით თავს, რომ ხართ კომპეტენტურები და საერთოდ რამის წარმოადგენთ. ამიტომ ველოდებით ამას აუცილებლად იურიდიულადაც იქნება მოწოდებული ეს თქვენს აპარატში, ეს იქნება მიწოდებული ტელეკომპანია იმედი, რომელიც კერძო ტელევიზია, რომელიც თურმე თავზე იღებს ამ ყველაფერს, არ ვიცი. მაგრამ აი თქვენ ნახავთ, აგერ რა პასუხები იქნება აპარატიდან და რა პასუხები იქნება იმიდან, იმასაც ვიტყვი, რომ აი ხვამდენი მილანძღი ხარ და ხვამდენი მიგინები ხარ და მიფურთხებია თქვენთვის კოცები. აი ხო. აი ვაშკაცობის პლუს დაგიწერთ. თუ თქვენ გეყოფათ ვაშკაცობა, ჩვენგან მოსულ ადამიანებთან დაჯდეთ და დისკუსია გამართოთ, რასაც შეხედავს მთელი ერი. და იქნება საგნობრივი, არსობრივი და ნებისმიერ საკითხზე კომპეტენტური მოიყვანე მთელი შენი მინისტრები თუ გინდა. ხო ხარ პრემიერ-მინისტრი. მოიყვანე აბსოლუტურად ყველაფერი. და დაჯექით და აი საქმეზე ვილაპარაკოთ. არ ვიცი რა ფორმატი გაქვთ, როგორ აგაქვთ. და ვნახოთ, აი ძმაო, შეგიქებთ კიდე. მე ახლა კოცებს ისე ლანძღავდაო, ვაგინებდაო, ვაფურთხებ ამ გუნდს, მე ახლა კოცების მიმართ ნამდვილად არ გამაჩნია ეს, მაგრამ ქუთაისში ერთი ინციდენტი მოგვიხდა მაშინ, როდესაც ქუთაისის მერიამ საკრებულომ კაციშვილმა ხმა არ მოიღო და მაშინ იმერეთის გუბერნატორი იყო შალამბერიძე, რომელიც საერთოდ არ ეხებოდა ეგ ყველაფერი, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიყავით სამართლიანი პროტესტით და ვერავინ გამოვიდა მერიიდან და საკრებულოდან, ჩამოვიდა თვითონ და ეყო იმის ვაშკაცობა, რომ გველაპარაკა და სიტყვას თქვა და შეასრულა. და რა თქმა უნდა, ამ ბიჭის მიმართ დღესაც მაქვს ეს პატივისცემა და მექნება, იმიტომ რომ კაცია და კაცურად მოიქცა. ხო, მიუხედავად მისი თანამდებობისა და ასე შემდეგ. და რაც თქვა, რაც სიტყვა მოგცვა, ისიც შეასრულა. და რა თქმა უნდა, მე მას როგორც მის პიროვნულ ამ საქციას ყოველთვის დავაფასებ. ამიტომ გეუბნებით. ხო ხართ მაგარი განათლებული, დიდი ღვაწლმოსილი ადამიანები, ხო ხართ მაგარი ტრაკიანი ხალხი. მოდი ახლა ისე კუჭურად ვილაპარაკოთ, რომ ამდენი თქვენ რო გაგიკეთებიათ. ხო ზაუ რა ვიცი, თუ გაინტერესებს შემოგევლე ნახე არის აგერ ქვემოთ ვიდეო არის, სადღაც 1 დეკემბრის ბოლოს დადებული ვიდეო არის. ძალიან საინტერესო ბატალიები იყო მაშინ და თვითონ გამოვიდა და ძიმელაპარაკი შედგა, იქ გადაღებულია ყველაფერი, მაგრამ კაცურად შეასრულა თავისი სიტყვა, გაუმარჯოს ღმერთმა ვიტყვი ძმაო. პიროვნულად გაუმარჯოს ღმერთმა. არასდროს ადამიანს მე მის გაკეთებულსთან ამოქმედას არ დაუკარგავ. და მერეც სხვათა შორის მოგვიწია სხვა საკითხებთან გადაკვეთა და პირადად კაცურად შეხვდა და თავისი მხრიდან ყველაფერი გასაკეთებელი გააკეთა. საერთოდ ჩემში ეს პროექტი არ გამოვიდა. ხო, ნახული გაქვს, ხო? არ გამოვიდა ის ყველაფერი, მაგრამ თვითონ როგორც ადამიანმა და როგორც ჩინოვნიკმა და როგორც კაცმა თავისი მხრიდან იმას, ამიტომ არ უკარგავ მე არაფერს. ხო და მოგზავნთ ბატონო. ახლა რაც შეეხება იმას, რომ ქვეყნის ეროვნული პრობლემები არის და ქვეყანას ეროვნული პრობლემები გააჩნია და რა შუაშია საერთოდ ტელეკომპანია იმედი. ვინ ეკითხება ტელეკომპანია იმედს?
მსგავს რაღაცებს. რატო ამბობ ამ ყველაფერს? იმიტომ რომ ქვეყანას ეს სპეციალურადაა გაკეთებული. და მე არ მჯერა ამათი, არ მჯერა ამათი, რომ ესენი ან დებატებში დაჯდებიან, ან იმიტომ რომ ან ესენი იტყვიან უარს, რაზეც ესენი ვერ იტყვიან უარს, თავის ტელევიზიას ათქმევენ და ამიტომ ამბობ ამ ყველაფერს. ყველა არასასურველ სტუმარზე ეტყვიან, ტელეკომპანია იმედს ეტყვიან, რომ ამაზე შენ უთხარი უარი, იმიტომ რომ კერძო ტელევიზია ხარ და კერძო ტელევიზია უნდა მოიწვევს, უნდა არ მოიწვევს, ვისაც უნდა თვითონ შეარჩევს და ვის შეარჩევენ ესენი? ესენი შეარჩევენ გამოსწირებული ბოჟაძე რო ყავს. იმაში იმედში იყო, საუბარი იყო, ჩვენო მზათავართო ეს ევროპელი სოციალისტი გამხდარა. ჩვენო მზათავართო დაუჯდეთ თუ დისკუსიაშიო, იქ უჯდიათ 24 საათი პარლამენტში. ეს ვითომ ქოცი რო არაა და ამ დროს ქოცი რო. და მოიყვანენ ვის? მოიყვანენ თავის განაყოფებს, იქნება ეს სუბარი, იქნება ეს ვითომ ხალხის ძალა და ესენი და წავა ასე ბლუკუნი. ვინც იქნება არასასურველი ამათთვის, იმაზე ტელეკომპანია იმედს ათქმევენ ვარს, ჩვენ კერძო ტელევიზია ვართ და ჩვენი პრეროგატივაა, ვისაც გვინდა დაუძახებთ და ვისაც გვინდა არა. ეს სახვეწარი არ უნდა იყოს ქვეყანაში. მთავრობა ვალდებულია ხალხის მიმართ, ხალხის ფულს ჭამს, ხალხის ფულს სვამს, ხალხის ხარჯზე ცხოვრობს. იაგო ხვიჩიას მიიყვანენ, ახლა იაგო ხვიჩიას მაგათი არის კაცო. ხო, იაგო ხვიჩიას მაგათი არის და აი ვისაც ხედავთ რა, ვისთანაც ზიან და საუბრობენ, დაუწყებენ ან მიიყვანენ ვიღაცა გათახსირებულ ნაცს და დაუწყებენ მე ასე და ის. ესეთი რაღაცას, ასეთ რაღაცა ვალდებულებაში უნდა კონდეს ხელისუფლებას და ვალდებულებაში უნდა კონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. რომ თვეში ერთხელ არ ვიცი მე კვარტალში ერთხელ თაბრობის პირები საზოგადოების მიმართ პარტიაზე პოლიტიკაზე გამოვიდნენ და დაჯდნენ უბრალო ადამიანებთან დისკუსიაში. და აუხსან უბრალო ადამიანებს თუ რაც ხდება ქვეყანაში, რა მოვლენებიც მიმდინარეობს, თუ რა არის მთავრობის ხედვა და გეგმა. ამისთვის არსებობს მთავრობა, რომელიც ხალხის გადახდელი გადასახადებიდან იღებს ფულს, ამისთვის არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე ხალხის ჯიბიდან ფინანსდება, რომელშიც აგდია ის სვაშიკო მაღლაფერიძე და ის გამოსწირებული ბონდოია და ის ნაბოზვარი ურიაროა ის, რა ქვია, ხალხს რო დამარხვას რო ამადლის. ხალხის ფულითო ისო რა ქვია, უცხოეთში უნდა მოკტეთო და ბიუჯეტის ხარჯზე უნდა გადმოსახლდესო. არ გესმით ხალხო, როგორ არ გესმით ხალხო? ზოგს ესმის, ზოგს არა და აგერავთ ბატონო. მე არ ვიქნები, მე არც სამეცნიერო ხარისხი მაქვს, მე არც შესაბამისი განათლება მაქვს, მე არც შესაბამისი სტატუსი მაქვს, მე არც ქვეყანაში ვიმყოფები, გაქცეული ვარ, ასე ვარ, ისე ვარ. თქვენ რა ქვია ლეგიტიმაციას ხო არ მომცემთ ახლა მე რომ ელაპარაკო. ამიტომ ვინც არიან ქვეყანაში და ვისაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, ვისაც გააჩნია შესაბამისი განათლება და ვინც იმ რეგალიებში არის, რომელ რეგალიებში თქვენ ვერასდროს ვერ მოხვდებით, მზად არიან. ქართველთა დიდი გაერთიანებიდან მზად არიან 3 პროფესორი წარმოდგეს. და გესაუბროს. გინდა განათლების რეფორმაზე, გინდა ეკონომიკურ სფეროზე, გინდა ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე, გინდა საშინაო, გინდა საგარეო, გინდა სასულიერო და ზნეობრივ საკითხებზე. და მსგავსი რაღაცეებში. შეგნებულად არ ვამბობ მარტო ბატონ დემურთან დაკავშირებით, რატო იცი ზაურ, იმიტომ რომ ხალხმა არ იცის ჩვენთან კიდე ვინ არიან და რაც შეეხება ბატონი დემური განსაკუთრებით მტკივნეულია ამათთვის და რატო. 2012 წელს შენ შემოგევლე ძმაო, როდესაც ესენი მოეთრეოდნენ, არსებობდა ასეთი საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება, რომელიც აერთიანებდა მეცნიერებს, ქვეყანაში არსებულ მეცნიერებს, რომელ მეცნიერებსაც უნდა დაეწერათ ქვეყნის განვითარების გეგმა.
ქვეყნის განვითარების გეგმა უნდა დაეწერათ, რომ როდესაც ესენი მოეთრეოდნენ ხელისუფლებაში, როგორ განვითარდებოდა ქვეყანა მეცნიერული ხედვით. და ეს მეცნიერული ხედვა ეხებოდა როგორც სოფლის მეურნეობას, ისე ენერგეტიკას, ისე ტრანსპორტს, ისე ეკონომიკას და ყველაფერს თავიდან ბოლომდე. ეს დამუშავებული ყველაფერი დევს ამ ხალხის დამუშავებული ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო ამ გეგმის ბატონი დემურ გიორხელიძე. და როგორც კი დასრულდა არჩევნები და ესენი მოვიდნენ პარლამენტში, მათ ეგრევე გააუქმეს ეს სამუშაო ჯგუფი და უთხრეს, რომ აი ახ თქვენ გზაზე, აი თქვენი საქმე გააკეთეთ, ეს გეგმა რო დაწერეთ, მაგრამ ახლა ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს. და მაგათ ჰქონდათ შემდეგ კოჰაბიტაცია, მაგათ ჰქონდათ შემდეგ აი ეს ოხრობა, ჯანდაბა, რაც განახორციელეს და რითაც მოდიან და მოგორავენ დღემდე ნაცების სიძულვილით. ამიტომ ბატონი დემური ძალიან მტკივნეული თემა არის ამათთვის. და რა თქმა უნდა, ჩვენ პირიქით მომხრე ვართ და ბატონი დემურ გიორხელიძე თავადაც მომხრე არის და არაერთხელ გამოცხადებია, რომ ერთი ადამიანი გამოდით თქვენგან, რომელიც დაჯდება და დამელაპარაკება, გნებავთ დემოგრაფიულ საკითხებზე, გნებავთ ეკონომიკურ საკითხებზე, გნებავთ ენერგეტიკულ საკითხებზე, რაზეც გნებავთ. აი, მიღებულია თქვენი სიტყვა, თქვენი გამოწვევა, ხო გინდათ ადეკვატურად, ხო გინდათ კონსტრუქციულად, ხო გინდათ რომ ვიღაცა გაღიარებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ხართ და გაღიარებთ, რომ ეს რეჟიმი რაც ახართ ქვეყანაში, მაგრამ ეს აღიარება ნიშნავს იმას, რომ თქვენს კისერზე არის მთელი პასუხისმგებლობა. ჩიჩილაკ. ხო. და თუ იღებთ თქვენ თავზე იმ პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა ის არაა. ხო, აი მე ვიღებ პოლიტიკური ის არა ქვია პასუხისმგებლობა და გადავდექი. შეჯამა 50 მილიონი გადავდექი. შეჯამა 100 მილიონი გადავდექი. შეჯამა 500 მილიონი გადავდექი. 2 მილიარდი შეჯამეს გადავდექი. აი, მომეც მე 500 მილიონი შემაჯამე, მეც გადავდგები. ან ჩავჯდები ეგ 3-4 წელიწად ციხეში. და რომ გამოვალ მე გამოვიყენებ სწორად იმას. რაშია საქმე? კი ვიცი შემოძმაო ესენი რომ თავის მათხოვრებს დაისვამენ იქ და თავისი მათხოვრებით გააგრძელებენ ან დაისვამენ იმ გპის ისეთ ლექტორებს და იმას რომელზეც 9 რაღაცა აქვს თქმელი და ეს ფარსი არის ეს სანამ გამოვიდოდა საქვეყნოდ და სანამ საჯარო გახდებოდა ეს ყველაფერი გახდებოდა საჯარო ეს უკვე მოფიქრებული იყო პირველ რიგში ის იყო მოფიქრებული ესენი ვის დაბადიჟებდნენ ვინც არაკომფორტულ კითხვებს არ დაუსვამდა, ვინც შესაბამისი განათლებით იქნებოდა და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. და თავისთავად იქედან გამომდინარე გამოაცხადეს. ეს სქემა უკვე მოფიქრებულია. მაგრამ რადგანაც თქვით, აჰა, ჩვენი მხრიდან პასუხია. დარჩენი დაინახავს ხალხი. უნდათ ამ ხალხს ჯანსაღი დისკუსია, უნდა ამ ხალხს ჯანსაღი საუბარი, უნდა ამ ხალხს რეალურად საქმის გამკეთებელი და საქმეს რო აკეთებდნენ შობელ ძაღლები ხმას ამოიღებდა ვინმე? მე სამშობლოს გაყიდვა საქმე და ინვესტიცია დაარქვეს. მერაბიშვილს ეკნება, მე და შენ საიდან გვექნება შენ შემეგიორი. მე ძმაო, მე მომისმინე. მერაბიშვილს კი არა, აგე რა დღეს ეს შემხვდა, აგე რა, შეხედე? ამერიკაში მიმდინარე სკანდალებთან დაკავშირებით, რომელიც რაღაც გახმაურებულ კორუფციულ და სატანისტურ საქმეებსთან საქმე, უცბად ამოტივტივდა ესა რა ქვია კახა ბენდუქიძის ესა რა ქვია სულ აძაღლებული კახა ბენდუქიძის სახე. ძვალი აღარა ალბათ ბენდუქიძის დარჩენი. მისი საქმეები ცოცხლობს. გაძარცვა, მოტყუება, გადაგდება. ნინო Казмачова. Осечио чиновникам 18 миллионов моепариш. Ну, Нино, что сказать? Чиновники — это отдельная нация каждого народа. Они везде крадут. Тут вопросов нету. Ну, главное, что столько они украли, что народ до конца бы объединил. Вот в этом проблема. А то коррупция всегда была, есть и всегда будет.
გვიხარია, ოსებიც გვიყურებენ, აფხაზებიც გვიყურებენ. მორჩა, მეტი არაფერი არ მაქვს, მე თქვენთან სათქმელი. ხო? გარდა ერთი რაღაცისა. აიცა, სად უნდა გაგიშვა ახლა ის? აიცა, როგორ უნდა გაგიშვა ახლა ისე? სხვათა შორის ამ საკითხთან დაკავშირებითაც მინდა კითხო და ხალხსაც უთხრა, იმიტომ რომ ეს მე მეხება ერთ-ერთი ბოროტ მოქმედი მეც ვარ, მე მიჭერდნენ ამ საქმეზე, იმიტომ რომ თურმე მე ეთნიკურ შუღლს ვაღვივებდი საქართველოში, აი ასავალ-დასავალი ჟურნალი, გაზეთი, რომელიც კარგადაა ცნობილი ყველასთვის, თავისი ხისტი და სკანდალური დამოკიდებულებებით ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ამ კვირის ნომერი გამოვიდა. აი ესეთი საინტერესო სტატიით და ვინც ახართ საქართველოში წაიკითხეთ, ან არის ელექტრონული ვერსია შეიძლება და ნახეთ, სადაც ადამიანი პირდაპირ ამ ხელს პირდაპირ რომ დავით გარეჯის ტერიტორია ირაკლი კუბახიძემ პირადად მისი ხელმოწერით იქნა გადაცემული აზერბაიჯანის პრეზიდენტის საჩუქრად. და ადამიანი არ მალავს სახელს, გვარს, ამბობს რომ მას ჰქონდა დაშვება ნომერი 1, რომელიც საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომას აძლევდა. ეს არის ოფიციალური ბრალდება, სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც სამშობლოს ღალატის მუხლი ითვალისწინებს კობახიძის. აი, უბრალოდ მარტო ამ ინტერვიუს შემდეგ, ან ეს კაცი არის დასაჭერი ცილისწამებისთვის. და ცილისწამებაზე არ არის ჩვენთან. ან კობახიძე არის სამშობლოს ღალატისთვის დასაჭერი. და რა თქმა უნდა, სხვა ძალიან ღრმა სამშობლოსთვის მტკივნეული საკითხები იქნება წამოჭრილი. არავინ არ დაგინდობს, ეს ძალიან კარგად იცი. არავინ არ დაგინდობს კობახიძე არჩენ გუნდს, არჩენ ბიზნეს. თუ აი ამ დებატებს ხო ამბობ, ხო ხარ ტრაგიანი კაცი და ხო ამბობ, რომ ყველა იმასთან, რა ქვია, ყველასთან შეძლებ დისკუსიას, ხო და გელოდებით. და რა შეეხება ისინი რო ყავს, რა ქვია, კოცმაცუნა პატრაჭინკები რო დარბიან, რომ ჩვენ გადავარჩინეთ სამშობლო ომიდან და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ ქვეყანას და ჩვენ ვინ ეს იმას რო გავენ, რა ქვია, პავლიკ მოროზოვები რო ყავს იმაში პარტიაში. მაქსირების ბოტროლინგი თავის 50 ლარიან ტროლებთან ვერ გაგათეთრებს. მე გეუბნები, ვერ გაგათეთრებს. და ის რომ თქვენი ეგრეთ წოდებული გუნდი, ერთი გუნდი რო ხართ, თურმე და ერთმანეთის ჭამაზე ხართ მიმდგარი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება ის რომ ჯერ თქვენი გუნდი არინდობს ერთმანეთს და ერთმანეთს ჭამთ, კლანური გარჩევები გაქვთ და ეგ ღარიბაშვილზე ზარაზძორეგონა ციხეში თუ იქნებოდა. არც ლილუაშვილი კაცი უშიშროების შესახლა ეგონა რომ ციხეში იქნება. იმაზე იფიქრეთ, რომ მოინახება სიტუაცია ისეთი, დადგება ისეთი სიტუაცია, რომ თქვენი დამჭერი კი არ გახდება პრობლემა. თქვენი ჩამწიხვლელი არ გახდება პრობლემა. იმიტომ აი ესე მიყავთ ქვეყანა. დიდი ძალიან უქონავთ ამ ერს თავს და ძალიან აშტერებთ ამ ხალხს, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. მათ შორის აი ამ თქვენი ბიზნეს. და არც მინდა ვიფიქრო პოსტ ბიზნესეული ჯერ სიკვდილამდე ეგდოს იქ სადაც აგდია და
მეორე ხვალ რო ბიძინა ივანიშვილი გადაბრუნდეს და მოკვდეს, გაძვრეს სული. მერე რა მოხდება ქვეყანაში? როგორ დაერევით ერთმანეთს, ვირთხები და როგორ შეჭამთ ვირთხები ერთმანეთს და როგორი გარჩევები იქნება ქვეყანაში? აი მერე იქნება საინტერესო სანახავი. არა და ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ ბიძინა მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის წმინდანია და არემატერიალური ქვნილება სინამდვილეში ჩვეულებრივი მოკვდავი არის, რომელსაც ისევე მიუკაკუნებს ისა რა ქვია მიხელ გაბრიელი თავისი ინსტრუმენტებით, როგორც ნებისმიერ ჩვენთაგანს. და დარწმუნებული იყოს ბიძინა ივანიშვილი, რომ იმ ქვეყანაში ვერაფერს ვერ წაიღებს. და თქვენ ვერ წაიღებთ ვერაფერს. იმიტომ რომ სხვას არ წაუგია. კი ბატონო, იქნება, რატო არ იქნება? ეგ არის. ხალხში ხმა გავარდა თურმე იზორია. ხალხო იზორი არის დიდი განმანათლებელი. იზორია არის დიდი განმანათლებელი. ეს არ იცოდით? ლევან იზორია, როგორც განმანათლებელი იყო ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში, როგორც დიდი განმანათლებელი იყო თავდაცვის სამინისტროში, მერე ეს უდიდესი განათლება მოიპოვა ამ ორივე იმაში, დედაუტირა ჯარის ბიუჯეტი შეჭამა, გამოიყენა ყველაფერი ეგრე გადახედა. დასაჭერდოა კორუფციის გულისთვის ბურჭულაძე არის ლიფსიტა. დასაჭერი არის იზორია. იზორია მიცის თავის დროზე სად მიიტანოს ფულები. ხო და ახლა ეს ჯარი და პოლიცია და ესენი ხო უკვე გამოცდილი აქვს, რაფერ უნდა ჭამოს. და ახლა მიადგება განათლების სფეროს. არ ვიცი, მას შემდეგ ვის დაიჭერენ, ვერ გეტყვი. ვის გაუწყრება ბიძინე ვერ გეტყვი. ხმა დარბის ხალხში და ხმა გავარდნილია, შემდეგი კალაძე იქნება. ნახოთ, აბა, ხალხში რა ხმებიც გამოჟონავს, მერე რა ვიცი, მერე აღმოჩნდება, რომ თურმე ნოდარიკო მელაძე მართალი ყოფილა, მერე აღმოჩნდება თურმე ელისტრახო მართალი ყოფილა და თურმე ის რაც გადიოდა ამ ხნის მანძილზე ის კორუფციული სკანდალები და ის ჩანაწერები და ის რომელზეც თურმე იძახოდნენ ნაცვიზიას უჯერებთ თქვენ ელისოკილაძეს უჯერებთ. მე აღმოჩნდება ისე თურმე რომ ელისოკილაძეს თურმე თვითონ ხელისუფლება აფინანსებდა. მე აღმოჩნდება რომ თურმე TV პირველს თურმე თვითონ ხელისუფლება აფინანსებდა და თურმე აი როგორ ხდება? ბიძინა არის ასე თვითონ ლამაზად დასვამს აგერ ღარიბაშვილს სკამზე და ეტყვი შენ ხარ დღეს იქნები პრემიერი და დაუსვამს წინ ელისოკილაძეს იმას რა ქვია ჭუტავიზიას, ფორმულას, ამას დაუსვამენ ოპოზიციად. კი ხარ ახლა კი მიყვარხარ პრემიერ-მინისტრი ხარ, მაგრამ აგერ ყავს შენ ოპოზიცია და რა უკნათ ახლა ამათმა თუ გაგვიხეთქეს სახელი და გუნდს თუ ასე დაემართა და ასე თუ მოხდა და ისე თუ მოხდა, ამას გეონია თავიდან ამას არაფერი ძალა არ აქვს. არ ვიცი ჩემო ძმაო, ერთი რაღაცის თქვა შემიძლია რომ ამ დამპალ სისტემაში ესა ჩვეულებრივი მაფიური სისტემა, ესა ჩვეულებრივი მაფიოზური სისტემა, რომელი მაფიოზურ სისტემაშიც ნებისმიერი შეიძლება იქნას, ემეთ რა ქვია, იცი როგორ არის ახლა გექნება ალბათ წაკითხული ამოდის ნათდება როა. მოთხრობა მგლების შესახებ. ლეკჩოხა ბიჭი ტოტია რო არის. თავის დროზე მგლების მეწინავე რო იყო და მერე რო დაბერდება და თვარეს რო უყურებენ მშიერი მგლები და რა ვქნათ და გადახედეს და ტოტია ყველაზე მოხუცი იყო, ყველაზე სუსტი იყო და დაისიეს და დაგლიჯეს და შეჭამეს. ასე არიან ხოცების ბუნება. მაგრამ ამათ მგლობის თავი არ აქვს, ტურები არიან. უბრალოდ. ეს დაისევენ და ნახავენ ახლა რა ვიცი. გომელაური თვითონ AFL მას პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენს. გომელაურის დაჭერა რომ უნდა ხარჯი დაიჭერდნენ აქამდე. ცოტა ვიშეთი, აი კალაძე კაი მსუყია, იმიტომ რომ კალაძეს ყავს თავისი მრევლი, თავისი გავლენა, თავისი ძალაუფლება, ბოლომდე არაა ბიძგვინაზე დამოკიდებული, მაგრამ
კალაძეს თავისი სასტავი ყავს. ბარველი კლანი, რომელიც შევარდნაძის დროსაც იფარავდა, სააკოვის დროსაც იფარავდა, ამათ დროსაც ამიტომ კალაძე არა ამათ რიგებში აღმოცენებული, ბიძინას უბიდან ამოსული გველი არა, ასე რომ ვთქვათ რა. ღარიბაშვილი ბიძინას უბიდან ამოსული გველი არის. აი ის არა ქვია ჩიჩილაკა სრულად ბიძვინას გველიდან ამოსული ეს არის რა ქვია. ეგ ხალხი მისი გამოზრდილია. ამიტომ მათ როგორც მამიკოს აქ უფლება შვილების დატუქსვის, აი ესე შეუძლია მანაც დატუქსოს შვილები. აი მოკლედ აი ამის თქმა მინდოდა და ნახოთ დანარჩენი. კი ბატონო, მასე არის. არ მინდა ხა ამ ყოველ წუთში ლანძღვაგინება და პინძური სიტყვების ძახილით, მაგრამ ბოზები არიან, მაგრამ ბოზებიც არ არიან, ჯებოძმა. ბოზი თუ ბოზობს ზოგიერთს აქ პირდაპირ ისა რა ქვია, თავისი მიმართულება ფულის შოუს მაგ საქციელი საკუთარი სხეულის გაყიდვით და ეგენ სამშობლოს გაყიდვით თვითონ შეულობენ იმას ფულს და ეგ უფრო მეტი ისა შეთქმულებას აბრალებენ? ხალხში დარბის ხმა რომ კალაძე გაღალატდაო? თუ შეთქმულებას აბრალებენ, მაშინ შეიძლება გლახად კონდეს საქმე. ვიცი, ვერ გეტყვი ჩემო. შეთქმულება ისეთი რამე არის ბიზნეს ძალაუფლებას როგორც კი რამე დაემუქრება იქ საკუთარ შვილს არ დაინდობს ბატონი ბიზნე და ეს ხალხი რომლებიც ამდენი ხანი ღარიბაშვილს ლოცავდა, გახარიას ლოცავდა და კალაძეს რო ლოცავენ, უცებ ეს ხალხი დაიწყებენ და ამოტივტივდება ესეთი ამბავი რომ კალაძე კაი ბიჭი კი არა, კალაძე მოღალატეა და ვინც ბიზნეს უღალატა, ისინი ყველა იმას. არ ვიცი შეუძლო. კომელაურსაც? ვერ გეტყვი. არ ვიცი მე ბიზნეს კარის თამაშები ბიზნე უბრალო არა ბიზნე არის ეგ ეს სინამდვილეში ლუციფერ. ამიტომ ვინც ბიზნეს უღალატებს, იმას კაი რამე რო არ ელოდება ფაქტია. ხალხო ბიზნე 90-იანების რუსეთში, რომელიც ველურ დასავლეთზე მეტი ველურია, იქიდან ისე გამოიძვირინა თავი და ისე ლამაზად გაძვრა თავის პირადი უსაფრთხოება ისე გემრიელად მოიცვა, რომ ისეთებმა წააგეს თავი 90-იანების რუსეთში, რომლებსაც ფარველებიც ყავდა, ფულიც ჰქონდა, გავლენაც ჰქონდა საზოგადოებაზე და ბიზნესმენებზე არა მაქვს ლაპარაკი, ახლა რამდენი ბიზნესმენი და ოლიგარქი იქნა ჩაცხრილული. გენერალი ლებედი, რომელიც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა ემაში რა ქვია, უცებ წააგო თავი. როხლინგი, გენერალი, რომელიც უზარმაზარი გავლენის იყო რუსულ არმიაში და რომელიც პირდაპირ გადატრიალებას აპირებდა. და მთელი გენერალიტეტი უჭერდა მხარს. საკუთარ ლოგინში ნახეს ჩაგლული ელცინის დროს. ბიზნემ ამ დროს ლამაზად გამოიძვირინა თავი და რამენაირად 3 მილიონიან საქართველოშიც გამოიძვრენს თავს. იცის მაგას თქვენ რო ეგიც წმინდანი და ჩვენ რო ეგიც წმინდანი გვეგონა. პატიოსანი ქართველი კაცი 2012 წელს მაშინ ქონდა იმას ეს გეგმები დაწყობილი, რა გეგმებზეც დღესაც ვლაპარაკობთ. ბიზა შემამითხრა, მაშინ დაანებეთ თავი ნუგჯერავთ ამისიო.
150 მილიონს ატყულებდა რუსეთში და 4 მილიონის მოტყულებას რა უდგია საქართველოში. არ იქნება მაგარი პატიოსანი კაცი, რასაც ლაპარაკობენ, მაგრამ 2012 წელში ოღონ მისმა გამოზდილმა მიშამ უკვე ისე მოაძულა საქართველოს თავი, ყელში ქონდა ყველას ამოსული. გაიხარ. უამრავი ძმა, უამრავი მაგის უბედურ საქმეებს რა მოთulis. მე წამიკითხია, ბევრი გამიგია, ის რაც არ ვიცით კიდე ცალკეა, მაგრამ ახლა იქ უნარი გჭირდება და საკუთარ თავზე ძალიან დიდი მუშაობა გჭირდება, რომ უსაფრთხოებაში იყო ისე, რომ იმ ყველაფრიდან თავი გამოიძვრინო და აქ ამ კაცს მაგის უნარი, რასაც ვერ დაუკარგავს ბიძინა ივანიშვილს, საკუთარი თავის გადარჩენის და თვით გადარჩენის ინსტინქტი, ეს აქ ძალიან მაღალ დონეზე. ოღონდ თვითონ და მისი ოჯახი და მისი წრე იყოს კარგად, დანარჩენ ფეხებზე კიდია ყველა. ამას ვერავინ ვერ წაართმევს. დანარჩენში ჩვეულებრივი ფსიქოპათია. აი, დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა ყველას ყურადღებისთვის. და დღევანდელი დღის ვიდეოს დავდებ მე ცოტა მოგვიანებით.